გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას ახალი სახლი და ის სივრცე, რომელიც დღეს ჩვენ მთლიანად უნდა გარდაგვქვნათ, აი ამ ძალიან საინტერესო სახლში მდებარეობს. ეს ამოცანა თან ძალიან საინტერესოა, თან ძალიან რთული, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, რომ რახან ესეთ ძველ საინტერესო სახლთან გვაქვს ურთიერთობა, მაქსიმალურად ფაქიზად ჩავერიოთ და არ შევცვალოთ და მთლიანად არ გადავაკეთოთ ყველაფერი, არამედ რაც არის საინტერესო, ყველა დეტალი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. და აი ამ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნაში დიზაინერი კახა კურტანიძე უნდა დავიხმაროთ. თუმცა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები მას ამ საინტერესო საქმეში დაეხმარებიან. აი ეს არის ჩვენი ოთახი. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და უკვე ხასიათის მქონე. პირველ რიგში ყველა ვარიანტი შესანარჩუნებელია, აბსოლუტურად ის იერსახე, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორც ჭერში მოხატულობას და მთავარი ჩვენთვის რაც არის, ასე ვთქვათ, ამ ქაღალდის უკან რა იმალება. აქ იმდენად უკვე თავისი ხასიათი აქვს ამ ოთახს, ხო, ამაზე უკვე დიდად მორგება აღარ ჭირდება. აქ უნდა დაასრულო, ასე ვთქვათ. და მოусმინო რას გეუბნება და აი ეს სრულყოფილი იერსახე უკვე მიცე და შეკრა მთლიანად ოთახი. თუ აღმოჩნდა აი ამ ფენების ქვევით რაღაც საინტერესო, რამდენად ფიქრობ, რომ ამის გამოყენება ღირს? აუცილებლად დავტოვებ, თუ რამე შეგნით საინტერესო და ეს ფაქტურული კედელი მივიღეთ, ხო, აუცილებლად ვეცდები, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნო მთელს კედლებზე. თუ არ იქნება შესაძლებელი რაღაცა კონკრეტული სიტყვაზე ერთი კედელი შეგვიძლია დავტოვოთ. რამდენჯერაც გქონდა შეხება ძველ სპინებთან, ყოველთვის გქონდა ხან კარგი, ხან ცუდი სიურპრიზები და ეს არის ნორმალური, იმიტომ რომ ძველი სახლი, ეს არის ვიმეორებ არქეოლოგიური გათხრები, ამიტომ ხანდახან განს აღმოაჩენ, ხანდახან არც თუ ისე სასიამოვნო რაღაცას. მაგრამ მე მგონი ეს საინტერესოა კიდევ უნდა პირველ რიგში ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ველოდები ასე ვთქვათ რა აღმოჩნდება იმედი მაქვს რომ უკვე აღმოვაჩენთ განს მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს ადამიანებმა მე მგონი უკვე როგორც იქნა დაიმახსოვრეს რომ გარეთ ფასადზე როცა ძეგლთან გვაქვს საქმე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ არ შეიძლება თვითნებური ჩარევები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თუმცა ახლა კიდევ ერთი სიურპრიზი გელით ისევე როგორც ფასადზე ასევე ინტერიერშიც როცა ძეგლთან გვაქვს საქმე თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება და მით უმეტეს, როდესაც რაიმე ტიპის მოხატვა არსებობს, ან რაიმე ტიპის ძველი დეტალი შემორჩენილია, რომელიც თანადროულია სახლთან, მისი ერთი ხელის მოსმით თვითნებურად განადგურება, გადადგდება, მოსპობა უბრალოდ არ შეიძლება. ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. სწორედ ამიტომ ჩვენ როგორც თბილისის ისტორიული უბნების პატრიოტებმა და კანონმორჩილმა ადამიანებმა ვთხოვეთ ძალიან ავტორიტეტულ და გამოცდილ რესტავრატორს ლელას მოსვლა იმისთვის რომ ნახოს ჩვენი სივრცე და გითხრას თავისი კომპეტენტური აზრი. ამ შემთხვევაშიც ისევე როგორც ძალიან ბევრ თბილისურ სახლში ჩვენ გვხვდება ტრადიციული დეკორი, თუმცა ჩემი აზრით საკმაოდ გვიანი, მაგრამ არანაკლებ დასაფასებელი. ალბათ უფრო 50-იანი წლების შემდგომ პერიოდში შესრულებული ერთი შეხედვით ესე ჩანს ზედაპირული კვლევის შედეგად. რატომ ვამბობ და რატომ ვუწოდებთ გვიანს, იმიტომ რომ უმეტესობა საცხოვრებელი სახლებისა, რომლებიც აი ევროპული წესჩვეულებების შემოსვლასთან ერთად აი ამ პერიოდში აშენდა, გულისხმობ მე-20 საუკუნის დასაწყის და მე-19 საუკუნის უკანასკნელ წლებს, ამ პერიოდის მხატვრობა განსხვავებული არის თავისი სტილისტიკით, ზოგადად დეკორით და მხატვრული გადაწყვეტით. ამას კანონი არეგულირებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ და ამ კანონში გარკვეული წერია, რომ ყველა ისტორიული შენობა, რომელსაც აქვს ძეგლის სტატუსი, და რომელშიც დაგეგმილია ნებისმიერი სარემონტო თუ სარესტავრაციო ჩარევა, უნდა შესრულდეს დასაბუთებული კვლევის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, არის თუ არა უფრო ადრეული ისტორიული ფენები ამ ინტერიერში, არის თუ არა მხატვრობა, ან რაიმე სხვა ღირებული დეკორი ან დეტალი. უფრო მეტად დაზიანებულიც გვინახავს და ესეც რაღაც საზოგადო წარმოდგენაა, რომ აი ესეც დაზიანებულია და ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებთ და ამიტომ მოდი ჩამოვყაროთ და მივაკრათ გიფსო ფილ
თბილა ან ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად ვისარგებლებ ხა აი ამ ჩვენი შეხვედრით და აღნიშნავ, რომ ეს ნამდვილად არ არის რესტავრატორებისთვის დაუძლეველი გამოწვევა და ამაზე ბევრად უფრო რთულად წარმოსადგენი და ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების რესტავრაცია მომხდარა. დასველდა კედელი. ეს რამე სპეციალური სითხეა თუ ჩვეულებრივი წყლით შეიძლება? არა, ეს არის ჩვეულებრივი წყალი. უბრალოდ ეხა გვინდა რომ აი ეს პატარა ადგილი გავხსნათ და ვნახოთ აი რასაც სტრატიგრაფიულ ზონდაში ვეძახით, გავარკვიოთ რამდენი ფენა არის აი ამ კონკრეტული გვიანი კედლის ქაღალდის მიღმა. უნდა იცოდე ზუსტად რა ადგილას გააკეთო, კედლის რა დონეზე გახსნა ზონდაჟი, შეიძლება ყველგან არ იყოს. როგორც წესი, ჩვენ მაგალითად უკვე განსაზღვრული ვაქვს და ვიცით ყველაზე მეტად რომელი ნაწილები ზიანდებოდა და იქ ნაკლები შანსია რომ აღმოჩნდეს. ამიტომ ეს ყოველთვის რესტავრატორმა უნდა გააკეთოს. არის ხშირად ძალიან სენსიტიური საღებავები გამოყენებული, განსაკუთრებით თუ არის ბრონზის საღებავი ან ოქროს საღებავი, ის როგორც წესი უფრო ადვილად ზიანდება, გზნობიარეა წყალთან მიმართებაშიც კი და ამიტომ ხშირია რომ ზიანდება. არ არსებობს ინტერიერი, რომელსაც მწვანე ლაქა მცენარის სახით არ დაამშვენებს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს არის სივრცის გაფერადების, მასში გარკვეული ფერების, ხასიათის, სითბოს შემოტანის საშუალება. აბსოლუტურად ყველა ოთახში შეიძლება გამოვიყენოთ მცენარე როგორც დეკორი. თუმცა სანამ ამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრეთ, მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რამდენად გვეამაყება, რომ ისეთ პასუხისმგებლიან კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა, როგორც დომინო. ვინაიდან რაც დაიწყო უკრაინაში საომარი მოქმედებები, კომპანია დომინომ დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება და ყველა მაღაზიის შესასვლელთან თქვენ შეგხვდებათ ეს ბანერით, შეგიძლიათ თავადაც მიიღოთ ამ მოძრაობაში მონაწილეობა და ყველაფერი მაქსიმალურად ის რაც ჩვენს ხელთ არის ვეცადოთ რომ გავაკეთოთ იმისთვის რომ რაღაცნაირად მაინც დავეხმაროთ ნამდვილად გმირ უკრაინელ ხალხს. დომინოში თქვენ 200-ზე მეტი დასახელების ყვავილს მცენარეს აღმოაჩენთ. ასევე ძალიან დიდია ულამაზესი ორქიდეების არჩევანი, რაც აბსოლუტურად ყველა ინტერიერს ნამდვილად ძალიან გაალამაზებს და სხვათაშორის არც თუ ისე რთული მოსავლელია, როგორც ჩვენ ხანდახან გვეჩვენება ხოლმე. დომინოში სამებაღეო განყოფილებაში მართლაც ძალიან დიდი არჩევანია ბევრი პროდუქტის, ეს არ მოიცავს მხოლოდ მცენარეებს, აქ იგულისხმება მაგალითად სასუქი, გრუნტი და ბევრი სხვა რამ, თუნდაც ინსტრუმენტები, რაც გვჭირდება მებაღეობისთვის. თქვენ შეგიძლიათ ამოარჩიოთ მცენარე, ამოარჩიოთ ქოთანი, კაშპო და უკვე აქ ისარგებლოთ სერვისით, აი ამ ყველაფრის გადარგვით და უკვე გამზადებული ყვავილი წაიღოთ სახლში. ძალიან ბევრი კარგი, ლამაზი და ძალიან საყვარელი კაქტუსია, ეს ალბათ მათთვის, ვისაც საერთოდ არ უნდა ყვავილი რო ჰქონდეს, მაგრამ პრინციპში თანახმა რომ გარისკოს, იმიტომ რომ ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მოსავლელი მცენარეა, რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე. იგივე ეხება სუკულენტებსაც და პრინციპში ეს მართლაც ძალიან კარგი კუთხე დამწყები მებაღეებისთვის. არის კიდევ რამდენიმე ისეთი ტიპის მცენარე, რომელიც კარგად ვიცით, მაგალითად ფიკუსი, რომელიც იყო ინტერიერის განუყოფელი ნაწილი უკვე ძალიან დიდი ხანია და ასევე მაგალითად მონსტერა, რომელიც არის დიდი მწვანე ფოთლებით ძალიან ალამაზეს ყველა ტიპის ინტერიერს და ასევე არ არის რთული მოსავლელი. მაგრამ როდესაც ძალიან სპეციფიურ სივრცეზე, მაგალითად საძინებელზე ვლაპარაკობთ, მაინც განსაკუთრებული მიდგომა გვჭირდება. უნდა ავარჩიოთ მაქსიმალურად ნეიტრალური მცენარე, რომელიც არ გამოირჩევა ალერგიულობით და ისეთი ტიპის მცენარე, რომელიც გამოყოფს მაქსიმალურად ბევრ ჟანგბადს. აი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ძალიან კარგი ვარიანტი მაგალითად ქლოროფიტუმია. არის კიდევ ერთი სივრცე, რომელიც სპეციფიურ მიდგომას მოითხოვს, ეს გახალთ აბაზანა. მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში აბაზანაში არ არის ბევრი სინათლე და ამიტომ უნდა აუცილებლად ისეთი ტიპის სცენარეები შევარჩიოთ, რომელიც იქ არ მოგვიკვდება, კარგად გაძლევს და ეხლა დღესდღეობით აბაზანის დეკორირება მწვანე ლაქებით, კერძოდ კი მცენარეები, ცოცხალი მცენარეები და ძალიან ტრენდული რამ და ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ასევე საქართველოშიც ძალიან მოდური გახდება. აი მაგალითად რამდენიმე მცენარე, რომელიც კარგად უძლებს ასეთი ტიპის გარემოს, ეს არის პატიფილიუმი, ეს არის
ასპარაგუსი და ეგრეთ წოდებული გვიმრა, რომელსაც უყვარს ნესტი, კარგად ძლებს შედარებით დაბალ განათებაზე, იმიტომ რომ მოგახსენებათ, ყოველს არ გვაქვს ისეთი ფუფუნება, რომ მაგალითად გქონდეს ფანჯარა, ხო, აბაზანაში. თუმცა აი ასეთი ტიპის სცენარეები ძლებენ ამ გარემოში. თუმცა მე რომ არ დაგთვირთოთ ესეთი დეტალებით, ყველაზე კარგი ის არის, რომ როცა მოხვალთ აქ დომინოში, ყვავილების განყოფილებაში ყოველთვის დაგხვდებათ ძალიან კარგი მებაღე კონსულტანტი, რომელიც არა მხოლოდ დაგეხმარებათ სცენარეების შერჩევაში, არამედ ძალიან კარგად აგიხსნით, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენმა სცენარეებმა დიდხანს ძალიან ჯანმრთელად იცხოვრონ თქვენს ინტერიერში. მე მოვაგორებ აბსოლუტურად არაჩვეულებრივ ახალ-თახალ აპარატს. ეს არის მართლაც სასწაული ქმნილება, რომელიც ისე ამარტივებს და აჩქარებს ლესვის პროცესს, მე რო ეს საკუთარი თვალით არ მენახა, ასეთი დარწმუნებით ვერ ვილაპარაკებდი ამის შესახებ, მაგრამ ჩვენ უკვე გვქონდა ბედნიერება ასეთი ძალიან საინტერესო, კარგი გამოგონების შესახებ გვესაუბრა და ახლა უკვე მის გაუმჯობესებულ ვერსიაზე ვლაპარაკობთ. ეს გახლავთ აპარატი PFT და აი ამ საინტერესო აბრევიატურის მიღმა იმალება წარმოუდგენლად ბევრი კარგი თვისება და აი ამ თვისებების შესახებ იმედია რომ ზაზა კარგად მოგვიყვება ახლა. ჩვენ წინა ეპიზოდში გადავიღეთ G4, მაგრამ ეს არის PFT Ritmo XL და ცოტა განსხვავება ისიც არის, რომ multi არის, შეგვიძლია როგორც ფაზანოლზე, ისე სამფაზაზე, ესე იგი 220-ზე შეგვიძლია ვამუშაოთ და 380-ზე და ერთი გადამყვანი გვაქვს. ხდება ხოლმე, როდესაც მშენებელი აბარებს ობიექტს და რამოდენიმე ბინა რჩება გასალესი, მერე უკვე ჭირდებათ 380 ძაბვის მოძიება და ძალიან რთული ხდება ხან რაღაცეებში ეძებენ ლიფტებში იმაში და არაფერი პრობლემა არ არის. ჩვეულებრივად შეგიძლია შტეპცელში უბრალოდ 30% შეგიმცირდება წარმადობა. ის მანქანა G4 ბუნკერი სადაც აქვს და გადმოდის, ზელვა სხვაგან ხდება. აქ პირდაპირ იმაში ხდება ზელვა და ამის განშლაც არის ძალიან ისეთი ადვილი, უბრალოდ ვიზუალურად რო შეგახედოთ, ეს ასწევთ და გადადებთ, შეგვიძლია მატორიც მოხსნათ, ესეც მოხსნათ და პატარა მანქანაში ჩვეულებრივად შეგიძლიათ მოათავსოთ. არ გჭირდებათ ამისთვის დიდი მანქანა, ჩვეულებრივ პატარა ფურღუნ მანქანებს რო ეძახიან, ჩავიდეს უპრობლემოდ. მოდით საბოლოო ჯამში ამ მანქანის არსი ვთქვა, რა არის, რა საკეთებს, რისთვის ჭირდება? ეს მანქანა გამოიყენება ძირითადად ბათქაშებისთვის. როგორც ქვიშაცემენტის ბათქაშებისთვის, ოღონ კონკრეტულად მანქანისთვის, რომელიც არის შექმნილი. ისე თაბაშირის ბათქაშებისთვის და მას კიდე პლუს ის აქვს, რომ მზა დეკორატიული ბათქაშებისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. G4-ს ვერ გამოვიყენებთ მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ იმას არ შეუძლია გადმოიტანოს მზა პროდუქტი საზელ მოწყობილობაში და მას აქვი აქვს და პირდაპირ შეგვიძლია ჩავასხათ შიგნი მზა პროდუქტი და წაიღებს შლანგით და მიაფქვევს კედელზე. არსებობს Ritmo XL 220-ზე ცალკე, არსებობს 380-ზე ცალკე და კიდე ყავს მას შვილობილები პატარა Ritmo M, Ritmo L, რომლებიც ვიზუალურად გამოიყურება ეგრე, ოღონ უფრო პატარა მანქანები არის. მასშტაბზე მშენებლობის ამაზეა გათვლილი. როცა ორ სამკაციანი ჯგუფი ყავს შექმნილი, არ ჭირდება ესეთი დიდი წარმადობის მანქანა და ჭირდება უფრო მცირე წარმადობის მანქანა. მაგ შემთხვევაში ფინანსურათაც იაფი უждდება ის მანქანა და გადასაადგილებლად და ორი კაცისთვის იოლი გადასატანია. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ აპარატ PFT Ritmo-ს ყავს ძალიან მრავალრიცხოვანი ოჯახი. კი. ესე იგი თქვენ შვილობილები ახსენეთ, ეს კი სხვადასხვა ზომის. ის მანქანები უფრო მიღებულია 5-კაციანი ბრიგადა მისთვის არ არის აუცილებელი ესე რომ ვთქვათ რა. უფრო მე თავისუფლებას გვაძლევს. კი.
დიზაინერის პროექტის მიხედვით აღნიშნულ სივრცეში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები. პირველი ეტაპისათვის მოიხსნა კედელზე არსებული გაჯის საფარი, რომელიც იყო უკვე ძველი და შეიცვალა სპეციალური სალესი მასალით როდბანდით. ამის შემდეგ ნაწილი კედლები შეიმოსა თაბაშირმოყაოთი. შენარჩუნებული იქნა შენობაში არსებული ძველი კედლისა და ჭერის საფარი, მოხატულობა. ამის შემდეგ შემოწმდა ელექტროობის საკომუნიკაციო ხაზები და შეიცვალა და დაემატა ახალი წერტილები. ამ ეტაპზე აიწყო ბუხრის კონსტრუქცია და მიმდინარეობს ძველი ხის, კარისა და ფანჯრის რესტავრაცია. კნაუს გააჩნია სალესი მასალები, რომელიც არის თაბაშირის ბაზაზე, რომელსაც ვიყენებთ ინტერიერისთვის და ასევე ფასადისთვის. ამ ეტაპზე გამოვიხილოთ ინტერიერისთვის დასამუშავებელი სალესი მასალები, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ ობიექტზე გამოვიყენეთ, სადაც მოხდა არსებული კედლების დემონტაჟი, რომელიც იყო შელესილი გაჯით და იყო საკმაოდ ძველი მასალა და დაზიანებული მასალა, რომელიც აუცილებელი იყო, რომ ჩამოყრილიყო და გასუფთავებულიყო არსებული მასალისგან კედელი. ჩვენ დავამუშავეთ ეს მასალა, მოხდა დემონტაჟი, შემდგომ უკვე არსებული კედლები დაიგრუნტა კნაუფის მულტიგრუნტით, რომელიც გამოიყენება ფითხამდე და არის ღრმა შეღწევადობის გრუნტი, ამზადებს ზედაპირს, შემდგომი მასალის მისაღებად და გაზარდოს ათეზია არსებულ მასალასთან. მულტიგრუნტის დამუშავების შემდეგ გამოვიყენეთ როტბანდი, რომელიც არის უნივერსალური სალესი მასალა, რომელიც შეიცავს როგორც თბოიზოლაციას, ასევე არის ნესტმედეგი და საკმაოდ მრავალფუნქციური სალესი მასალა არის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ 0.5 მმ-დან 5 სმ-მდე ლესვის შემთხვევაში. საკმაოდ მალე შრობადი მასალა არის, სხვა არსებული მასალებთან განსხვავებით და არის ეკოლოგიურად სუფთა, რაც ყველაზე მთავარია და რასაც ხას უსმევს კნაუფი ყოველთავის მასალაში. გვაქვს აპარატით დასამუშავებელი მასალები, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური არის, ეს არის იზოჯეტი და ბაუტექში ასევე შეგიძლიათ თქვენ იხილოთ ჩვენი სალესი აპარატი, რომელიც არის PFT G4, რომელთაც ხდება უშუალოდ შეფითხვა საკმაოდ დიდი ობიექტების და რომელიც არის ბევრად უფრო სწრაფი სამუშაო და გვაძლევს შედეგს ბევრად უფრო მალე, ვიდრე ხელით დამუშავება შეფითხვის სამუშაოების. როცა საოჯახო ტექნიკაზე ვსაუბრობთ, ჩვენ იმ წუთში გვახსენდება მიდეა და არ არის გასაკვირი, რომ სწორედ მიდეას კონდიციონერი დაიკავებს თავის საპატიო ადგილს ჩვენ საძინებელში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მიდეას შოურუმში მუდამ აქვს საინტერესო სიახლეები და აი დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი სიახლის შესახებ გვინდა რომ გესაუბროთ. ეს გახლავთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. შეიძლება ვიღაცამ თქვას საძინებელში რა შუაშია, მაგრამ გაწმუნებთ, ეს ისეთი ნივთია, რომელიც აბსოლუტურად ყველა დიასახლის აბედნიერებს. ამიტომ საძინებელზე იქნება გადაცემა მისაღებზე თუ სამზარეულოზე. ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე ლაპარაკი არასოდეს არის უადგილო. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჭურჭლის 14 პერსონიანი ინვენტორულ ძრავიანი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომლის მუშაობის რეჟიმის დროსაც 42-40 დეციბალია ხმაურის დონე, ღამით რეცხვის რაც საკმაოდ დაბალია, ხმაურის დონე არის ძალიან დაბალი, ღამით რეცხვის შემთხვევაში სპეციალური ფუნქციის საშუალებით 38 დეციბალზე ჩამოდის, რაცაც ძალიან იყენებენ მომხმარებლები ბავშვების შემთხვევაში. აქვს ბავშვების ღილაკების დაბლოკვის ფუნქცია ბავშვებმა, რომ არ შეძლონ ჩართვა სარეცხი მანქანის. მინდა ყურადღება მივაქციოთ მანქანის სამმაგ დუშირებას. სამი თარო გვაქვს აღნიშნულ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. თაროები ძალიან კომპაქტურად არის განლაგებული და შეგვიძლია გადავანაცვლოთ ისე რომ ამ შემთხვევაში ეს მაგალითად ჩანგლებისთვის, დანებისთვის და ასე შემდეგ, ან პატარა წვრილი რაღაცა ნივთებისთვის. დიახ, მესამე თარო წვრილი ნივთებისთვის გამოდგება, შეგვიძლია მას სიღრმე ჩვენი მოთხოვნის საშუალებით მოუმატოთ და დაუწიოთ. თუ ამის საჭიროება არ ხდება, შეგვიძლია აქ უკვე გავანთავისუფლოთ უფრო მაღალი ნივთებისთვის. ასევე ინოვაბოშზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რაც ნიშნავს 360 გრადუსიან რეცხვის ფუნქციას, სადაც როგორც ვერტიკალურად, ასე ჰორიზონტალურად ტრიალებს რეცხვის ბარაბანი და
იდეალურად ახდენს ჭურჭლის რეცხვას. ენერგოეფექტურობის კლასი ძალიან მაღალია, 103+ აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ხმაურის დონე, ასევე ენერგიის მოხმარება ძალიან დაბალია. ეს უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ვიცით? დღევანდელ პირობებში ეს ყველაზე აქტუალური თემა. აქვს ანტიბაქტერიული ფილტრი, აქვს დაცვის ფუნქცია, წყლის გაჟონვის შემთხვევაში აღარ ახდენს წყლის მიწოდება სარეცხი მანქანა და ავტომატურად ითიშება. სარეცხი მანქანა ავტომატურად აშრობს ნივთებს და შემდეგ კარი ავტომატურად იღება, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ სარეცხი მანქანა მუშაობა დაასრულა და იდეალურად მოხდა ნივთების გაშრობა და გარჩევა. კომპანია GeoStyle დაარსდა 2017 წელს. ჩვენ ვამზადებთ ნებისმიერი სახის ავეჯს, როგორებიც არის საძინებელი, სააბაზანო ავეჯი, არის სამზარეულო, შემოსასვლელი ტიპის კარადები. ჩვენ ბაზარზე გამორჩეულები ვართ იმითი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამზადოთ ნებისმიერი ზომისა და ფორმის ავეჯი. ავეჯის დამზადების დროს არ ვართ შეზღუდულები ფერში და მასალაში. შეგვიძლია დავამზადოთ როგორც მზა პროდუქციით წარმოებული ნებისმიერი ქვეყნის ლამინირებული DSP-თი, ასევე შეგვიძლია დავამზადოთ შეღებილი ავეჯი, რომელიც ბევრად დახვეწილი არის სტანდარტულ ლამინირებულ DSP-სთან შედარებით. მოცემულ პროექტში დიზაინერის მიერ შეკვეთილი კარადა დარწმუნებული ვარ მოერგება ინტერიერს და იმედი მაქვს მოეწონება მომხმარებელს. არ შემიძლია არ დავიწყო მართლა ძალიან დიდი კომპლიმენტები, იმიტომ რომ სრულად წარმოუდგენელი რეზულტატია. ეს არის ობიექტი, რომელშიც ჩვენ ყველამ, გადამღება ჯგუფმა, რესტავრატორებმა, ადამიანებმა მით შეასრულეს სამუშაოები, ჩადო მართლა უზარმაზარი ენერგია და დროც საკმაოდ ბევრი დასჭირდა სწორედ ამის გამო, მაგრამ მე მგონი რეზულტატი ამათ ღირდა და ჩვენ მივიღეთ მართლაც სრულად შესანიშნავი საძინებელი ოთახი. რეზულტატი ნამდვილად ღირდა ამათ, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შეგვენარჩუნებინა ეს მოხატულობა, რაც იყო პერიმეტრზე, რაც დაყვება და ჭერშიც, ასე ვთქვათ, დავტოვეთ, დანარჩენი კედლები მაქსიმალურად დავამუშავეთ, მაგრამ ერთადერთი რაც გადავარჩინეთ, აი ეს პატარა ნაწილი იყო გადარჩენილი და მე უკვე ჩარჩოში მოვაქციეთ, ასე ვთქვათ, რომ აი რაღაცა ძველი კედელი და ძველი რაღაცა მაინც დარჩენილი იყო კიდე ფრაგმენტი კედელზე, თორე ჭერზე მაქსიმალურად გავხსენით და მაქსიმალურად დავტოვეთ ის რაც იყო. ეს ვარდისფერი ფრიზი ულამაზესი, რომელიც ძალიან სერიოზულად გარდაქმნის ამ ოთახს არ ჩანდა, ის იყო გადაღებილი და ჩვენ სწორედ არაჩვეულებრივი რესტავრატორების ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლელო ნინოშვილი, ჩვენ გავხსენით ეს ფრიზი და აი მე მგონი ეს მწვანე ფერით სწორედ ამ ვარდისფერმა ფერმა უკარნახა ამ შემთხვევაში კახას. რა კედელი მუქი უნდა ყოფილიყო და კონკრეტულად ვარდისფერთან ესეთი ჭაობის ფერი მწვანე უკვე ბევრად გამოკვეთავდა მის სილუეტს. აი ეს კედელი განსაკუთრებით დაზიანებული იყო და აქ გარდა იმისა, რომ ეს კედელი გამაგდა, ჩვენ მოგვიხდა, რომ აქ გამოგვეყენებინა თაბაშირ მუყაოს ვთქვათ, კედელი ავაშენეთ თავიდან, მაგრამ ამანაც ძალიან საინტერესო იდეა გააჩინა განათებასთან დაკავშირებით. ვინაიდან თაბაშირ მუყაოს კედელი გავაკეთეთ აქედან ნაწილში, რო არ დაკარგულიყო, ასე ვთქვათ, ის სილუეტი, რაც ბოლოში, ასე ვთქვათ, უხვევს ჭერთან და ჭერისა და კედლის შეერთებაზე, მე გადავწყვეტ, რომ ეს მოლდინგი გავუკეთებინა და უკვე მე შეგნითილად განათება, რომ აი შიდა სტრუქტურაც და ფაქტურაც და ყველაფერი გამოჩენილიყო. მინდოდა რომ ყოფილიყო პატარა საძინებელი, სადაც იქნებოდა განთავსებული, ასე ვთქვათ, ბუხარიც, მადილოსნის მოსწესრიგებელი კუთხე, კარადა და ასე შემდეგ. ეს ბუხრის იდეაც მაქედან წამოვიდა, ანუ სარკე შევკარით იქიდან გამომდინარე, რომ უკვე სიფცე კიდევ უფრო ცოტა მოცულობა გაგვიზარდოს. თანამედროვე და ესეთი სადა კარადა, რა თქმა უნდა, აღარანაირად
მოუხდებოდა და მაქსიმალურად ფორმა, სილუეტი და უკვე ეს ძველებური სახელურები და ის შუაში ორნამენტი რაც ჩავსვით, უკვე ამ მთლიანობაში შეკრა აქაური სტილი. საწოლის თავი მაქსიმალურად სუბუქი მინდოდა, რომ უკან ეს ფრაგმენტი არ დაგვეკარგა და მეგონი რომ კარგად ჩაჯდა. ფერფარდას რაც შეეხება, მწვანესა და ტერაკოტას მეგობრობას, თქვათ, ძალიან ახლოს არის და სხვა ფერის ფარდა მეგონი აქ არც იქნებოდა ესეთი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს თანამედროვე ავეჯი, რომელიც ამ ოთახისთვის დამზად და არის ინსპირირებული ძველი ავეჯით, კარადაზე უკვე ვთქვით, თუმცა აი ეს მაგიდა გავს ეს მეთოდს, ხშირად ყოფილა ესეთ რაღაც, როცა კონსოლი არის გადაკეთებული მაგალითად ესეთ მაგიდათან პირიქით ხან და ხან მაგიდას გაჭრიან ხოლმე შუაზე, არსებობს ეგეთი მეთოდიც და მიამაგრებენ, ხოლმე წინა ფეხებს დატოვებენ და მიამაგრებენ ხოლმე კედელზე და ასეთი ან კონსოლი, ან მაგიდა გამოდის. მე მგონი მივიღეთ ძალიან კარგი ვერსია, როგორ შეიძლება ძველი ოთახი მთელი თავისი დადებითი დეტალებით ადამიანმა შეინარჩუნოს, მაგრამ გახადოს ახალი თანამედროვე და ძალიან საინტერესო საცხოვრებელი სივრცე. ჩვენი ოთახი მართლაც წარმოუდგენლად ლამაზია, ძალიან მომწონს და სწორედ აი ეს კონტრასტი ვარდისფერი ფრიზის და აი ამ ლამაზი მწვანე ფერის არის საოცრად შთამბეჭდავი, როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ საღებავით ჯამბო ვიმუშავეთ, რაც უკვე ტრადიციაა ჩვენთვის და აი მართლაც არაჩვეულებრივი სასიამოვნო აურა შეიქმნა ამ ოთახში სწორედ აი ამ ძალიან ინტენსიური მწვანე ფერის გამო. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს რესტავრატორებს, რომლებმაც მართლაც მკვდრეთით აღადგინეს ეს ფრიზი, არაფერი არ იყო და უცებ არაფრისგან აი ესე საოცრად გამოჩნდა ეს სასწაული სილამაზის ვარდისფერი მოხატული კარნიზი. ამისათვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ლელონინაშვილს, თუმცა ძალიან დიდი სამსახური გაგვიწიეს სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც მართლა ძალიან ბევრი იმუშავეს და ასევე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც დიზაინსა და არქიტექტურის დეპარტამენტში სწავლობენ. სწორედ მათი დავუღალავი შრომისა და ლელოს ძალიან კარგი ხელმძღვანელობის შედეგს ხედავთ ახლა ჩვენ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სითბო პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით შემოიტანა ჩვენს საძინებელ ოთახში დიზაინ ჰაუსის მიერ მოწოდებულმა ამ ელექტრობუხარმა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ისეთი ტიპის ბუხარია, რომელიც მართლა სითბოსაც იძლევა. დიზაინ ჰაუსში თქვენ შეგიძლიათ განსხვავებული ტიპის ელექტრობუხრების შერჩევა ძალიან თანამედროვედან ძალიან კლასიკური ფორმამდე, რეალურად აბსოლუტურად ყველა ტიპის ინტერიერში შესაძლებელია, რომ ბუხარი ჩაჯდეს. დღესდღეობით ეს ძალიან პოპულარული მიმართულებაა და გასაგებია, რატომაც ეს ყოველთვის არის სიმყუდროვის, უფრო მეტი კომფორტის შექმნის შესაძლებლობა ინტერიერში და სწორედ დიზაინ ჰაუსის მიერ მოწოდებულ ბუხრებს ვიყენებთ ჩვენ ინტერიერების შესაქმნელად. მაგრამ ამ ბუხარს სჭირდებოდა მოპირკეთება და აი სწორედ აი ამაში დაგვეხმარა სარკის სალონი. ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი საწარმო და მაღაზია, სადაც შეგიძლიათ სარკის ნებისმიერი ტიპის ნაწარმი შეიძინოთ. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ძალიან მაღალი ხარისხის ბელგიური სარკე, რომელიც მუშავდება იტალიურ დანადგარებზე და შესაძლებელია როგორც სერიული წარმოების რაღაც ნივთების შეძენა, ასევე ინდივიდუალურად თქვენთვის დამზადებული სარკის ნაკეთობების შეკვეთა. და აი ამ შემთხვევაში ჩვენ არ გქონდა მარტივი საქმე, უნდა ძალიან ზუსტად, იმიტომ რომ აქ თუ გადაცდებოდა თუნდაც 1 მილიმეტრი ყველაფერი იქნებოდა ძალიან ცუდად, მოჭრილიყო სარკე, ყველას უნდა ქონოდა წახნაგი და აი ასე აი ამ პატარა დეტალებით, ფრაგმენტებით ჩვენ სარკის სალონში დახმარებით მოვახერხეთ ამ ბუხრის აბსოლუტური გადასხვაფერება. სარკის სალონში რა თქმა უნდა არის შესაძლებლობა დამზადდეს ნებისმიერი ზომის სწორკუთხოვანი სარკე, თუმცა თუ თქვენ გსურთ ასე ტრენდული დღესდღეობით უჩვეულო არასწორი ფორმის მიღება სარკეში, ესეც შესაძლებელია. კომპანია სტუდიო კასას მოლდინგების მეშვეობით ჩვენმა ოთახმა სწორედ ის ძველი ბრწყინვალება დაიბრუნა, ჩემი აზრით, რომელიც მას დარწმუნებული ვარ, სულ თავიდან
მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებისას ჰქონდა. ფარდა ჩვენ სივრცეში შემოვიდა არა მხოლოდ როგორც ძალიან ლამაზი ფერის ლაქა, არამედ როგორც ამ ოთახისთვის საბოლოო ხასიათის მიმცემი რაღაცა შტრიხი, იმიტომ რომ აი ეს თხელი ფარდა, რომელიც ესე ხშირად გვხდებოდა ადრე ასეთი ტიპის ოთახებში, რომელიც რაღაც მაქმას მოგვაგონებს და ხავერდთან მისი შეთამაშება, ჩემი აზრით, მართლა ძალიან მოუხდა ამ სივრცეს. Demor Homes ძალიან დიდი არჩევანი აქვს, განსაკუთრებული, განსხვავებული და მართლაც ლამაზი ნაჭრები. კომპანია Demor Homes სწორედ ასეთი ძალიან განსხვავებული ტექსტილის დიდ არჩევანს სთავაზობს მოხმარებელს, მაგრამ არა მხოლოდ ამას. კომპანია აზომავს თქვენთვის სასურველ სივრცეს და მოგცემთ რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით თუ რა ტიპის, რა ზომის ფარდა უნდა შეუკეთოთ და რა თქმა უნდა დაგიმზადეთ კიდევაც მას. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ტექსტილს მის ხარისხს და ბუნებრივია შესრულებას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია ჩვენ შევინარჩუნეთ იატაკი და მის თითქმის პირვანდელ მდგომარეობაში მიყვანამდე დაგვეხმარა კომპანია Woodman-ი, რომელმაც მოხვეწა იატაკი და დაამუშავა არაპრიალა ლაქით, რაც ძალიან ბუნებრივს ხდის ხის ფაქტურას და არის ეგეთი შეგრძნება, რომ ვიღაცა მცვილით დაამუშავა ეს ლამაზი ხე. ხე იყო კარგ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ალაგ-ალაგ არის სიძველის ნიშნები, მაგრამ მე მგონი ეს ის შემთხვევა, როდესაც ნამდვილად ღირდა ამ პარკეტისთვის ბრძოლა და ეს ბრძოლა, ჩემი აზრით, ჩვენ მოვიგეთ კომპანია Woodman-თან ერთად. ხის დასამუშავებელი ყველა მასალა მოგვეწონდა კომპანია Smile Mix-მა, რომელიც ასევე აწარმოებს საღებავს ჯამბო, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ. და რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ოთახში, ეს არის უზარმაზარი ფანჯარა და ორი დიდი ძველი კარი, რომელიც იყო მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ეს ისტორიული სახლი რომ არ ყოფილიყო, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი იტყოდა, რომ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ეს კარი, ეს ფანჯარაც გამოვცვალოთ, მაგრამ ჩვენ ვიმეორეთ, ეს არის ძეგლი და აქ ყველაფერი მხოლოდ აღდგენას ექვემდებარებოდა. სწორედ ამიტომ ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას Carlito, რომელიც სწორედ რესტავრაციით არის დაკავებული და მათ მართლაც დაუბრუნეს, ან მეორე სიცოცხლე აჩუქეს კარებსაც და ფანჯარასაც და თქვენ თავად ხედავთ როგორ ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურება ეს მართლა ძალიან ლამაზ რძის ფრად შეღებილი კარები. კომპანია Carlito აწარმოებს ნებისმიერი ავეჯის რესტავრაციას. ეს არ არის მხოლოდ მაგალითად კარი ან ფანჯარა, თქვენ შეგიძლიათ მაგალითად თხოვოთ მათ თქვენი ძველი ან ახალი ავეჯის რესტავრაცია. რაც მნიშვნელოვანია, მათ აქვთ საშუალება რომ გადააკრან ავეჯს რბილი ქსოვილით და ამის რესტავრაციაც მოახდინონ. ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ ეს ხშირად ხდება ხოლმე მაგალითად ძველი სკამების შემთხვევაში. კომპანია Carlito-ს აქვს შესაძლებლობა მაგალითად შეღებოს ეს ავეჯი და მისცეს მას დაძველების ეფექტი, ან თუნდაც დაუბრუნდოს პირვანდელი ფერი, დასვას ის ეგრეთ წოდებულ ნატურალურ ხის ფაქტურაზე. მოკლედ ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს, როდესაც ლაპარაკობთ ძველ ავეჯზე და სწორედ კომპანია Carlito-ს მეშვეობით ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ კარფანჯარა ამ ოთახში. ეს ულამაზესი საწოლი ჩვენ მაღაზია მისაში შევარჩიეთ და ასევე იქვე აღმოაჩინა დიზაინერმა ეს ლამაზი ხავერდის სავარძელ სკამი, რომელიც ძალიან მოუხდა ფერითაც და ფაქტურითაც ჩვენს ოთახს. რაც შეეხება თავად საწყლს, მართლა ძალიან მსუბუქი, ლამაზი დაწნული თავი აქვს და მე მგონი ამ სივრცეს, ამ ფერს ძალიან მოუხდა. თუმცა ჩვენ აუცილებლად გვჭირდებოდა მატრასი, რომელიც კომპანია Foam თბილისმა მოგვაწოდა. ეს არის ქართული კომპანია, რომელიც აქ აწარმოებს მატრასებს, რაც მნიშვნელოვანია, ეს მატრასები არის ზამბარების გარეშე, ორთოპედიული სპეციალური ღრუბლისგან მზადდება, იფუთება შესაბამისი მასალით და ეს ნიშნავს თქვენს ტკბილ ძილს პრაქტიკულად, ვინაიდან ეს არის ისეთი ტიპის მატრასი, რომელიც იმეორებს თქვენი სხეულის ფორმას და ორთოპედიული მტყუილად არ ქვია. შესაბამისად არის ძალიან კომფორტული და გამძლე ნაკეთობა, რომელიც ძალიან დიდხანს გემსახურებათ. თუმცა ცხადია, იმისთვის რომ საწოლი გამოიყურებოდეს
დასრულებულად და ლამაზად თეთრეულის გარეშე არაფერი არ გამოვა და სწორედ ამაში დაგვეხმარა ისევ და ისევ ქართული კომპანია კალდო ჰოუმი ეს არის არაჩვეულებრივი ხარისხის ნაჭრით შეკერილი ძალიან ლამაზი თეთრეული ამ შემთხვევაში ჩვენმა დიზაინერმა ლამაზი ყვითელი დოგვისფერი ამოარჩია თუმცა ეს თეთრი კანტები რაღაცნაირად უფრო აი სწორედ კლასიკურ ძალიან ლამაზ სახეს აძლევს ამ თეთრეულს და ვიმეორებ ამ შემთხვევაში საწოლიც ეს ოთახიც გამოიყურება გაცილებით უფრო დასრულებულად, იმიტომ რომ ლამაზი და ხარისხიანი საწოლის თეთრეული ეს არის ნამდვილად რაღაცა ალბათ ცხოვრების ხარისხის განსაზღვრელი რამ. კომპანია კალდო ჰოუმს შეუძლია როგორც ინდივიდუალურად დაგიმზადოთ თქვენთვის სასურველი ზომის საწოლის თეთრეული, ასევე შეგიძლიათ ამოარჩიოთ მათ ასორტიმენტში მართლა ძალიან ლამაზ და საინტერესო ნაკეთობები. მართალია ჩვენ აღვადგინეთ ფანჯარა, მაგრამ ფანჯრის რაფა პრაქტიკულად არ ვქონდა. იმდენად დაზიანებული იყო, რომ აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ამ ყოველფრის აღდგენა. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ კომპანია Venus Stones, რომელიც არაერთხელ დაგხმარებია, ვინაიდან მათ აქვს ძალიან დიდი არჩევანი, როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური ქვის და ვთხოვოთ მათ დაემზადებინათ ჩვენთვის ფანჯრის რაფა, რაც მათ გააკეთეს ძალიან დიდი წარმატებით და ეს ქვის ფანჯრის რაფა ძალიან მოუხდა ჩვენს ოთახს. კომპანია Venus Stones-ში ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად დაგეხმარებიან აგიხსნიან თუ რა ქვა, რა დანიშნულებისთვის არის კარგი. მაგალითად, ფანჯრის რაფისთვის შეიძლება სხვა ქვა იყოს უკეთესი, ვიდრე მაგალითად სამზარეულოს ზედაპირისთვის და აი თქვენ რომ მარტო არ იყოთ ამ არჩევანის წინაშე, ეს არის კომპანია, რომელიც ძალიან გამოცდილი კვალიფიციური კადრებით ყოველთვის მზად არის რომ კონსულტაციაც გაგიწიოთ, დაგეხმაროთ, გირჩიოთ და რაც თავარია, შემდეგ უკვე დაგიმზადოთ თქვენთვის სასურველი ქვა. ასევე ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ კომპანია დორემის, რომელმაც ძალიან კარგად სწრაფად გაგვიწია დახმარება და დაგვიმარგრა ჩვენს ლამაზ აღდგენილ კარებებზე ახალი სახელურები. მოგეხსენებათ რემონტის დროს ყოველთვის აუცილებელი ხდება რაღაც პატარა დამატებითი საქმეების გაკეთება, რომელიც შეიძლება თავიდან ვერ გავთვალოთ და სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს კომპანია სერვისმენი, რომელიც ჩვენ ძალიან გვეხმარება და ნებისმიერ დროს მოდიან ჩვენს გადასარჩენად. მაგალითად, მათ შეუძლიათ დაამონტაჟონ კონდიციონერი ან მოხსნან, თუ თქვენ გჭირდებათ სახლში რემონტის წამოწყება და ბევრი სხვადასხვა ესეთი მნიშვნელოვანი საქმე შეასრულონ თქვენი თხოვნით. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჩვენს გვერდით არის კომპანია Pauteki და მათი სარემონტო ჯგუფის მეშვეობით ჩვენ ძალიან სწრაფად, კვალიფიციურად და ხარისხიანად შევასრულეთ რემონტი ამ ოთახში. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, როცა დადგა მომენტი, როდესაც რემონტის შემდეგ ეს სივრცე უნდა დაგველაგებინა, რა თქმა უნდა, კომპანიას help მივმართეთ, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ძალიან სწრაფად, ხარისხიანად და საქმის ცოდნით ავაგებენ ხოლმე ჩვენს ბოდი თქვათ ესე საკმაოდ დაბინძურებულ სივრცეებს და ალბათ მოგეხსენებათ რომ რემონტის შემდგომ დალაგება სწორედ ისეთი საქმეა რომელიც გამოცდილ კვალიფიციურ ადამიანებს უნდა ანდოთ რომლებსაც აქვთ ცოდნა თუნდაც ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთობის და თქვენს რემონტს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მხრიდან დაინახავთ მათი მუშაობის შემდეგ. ჩვენ გადაცემას ეთერში გასვლა ძალიან რთულ დროს უწევს. ეს არის დრო, როდესაც ნამდვილად ყველა ფიქრობს უკრაინაზე, ყველა ლოცულობს უკრაინის ხალხის გადარჩენისთვის და მე მგონია რომ შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რომ რა დროს რემონტია, რა დროს აღშენებლობაა საერთოდ, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც ეს ძალიან აქტუალური მცნება გახდება როგორც უკრაინელებისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის და მე მინდა რომ ჩვენი გადაცემის აბსოლუტური მხარდაჭერა და გულითადი თანაგრძნობა გამოვხატო ჩვენს მოძმე უკრაინელ ერს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მომავალ კვირას თქვენ არანაკლებ საინტერესო ახალი სახლი გელით, ამიტომ აუცილებლად უნდა გვიყუროთ.